თბილისის გასასვლელთან დაწყებული საპროტესტო აქცია საქალაქო სასამართლოსთან გაგრძელდება. რამდენიმე საათის განმავლობაში აღმაშენებლების ხეივანი პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების ადგილი იყო. არიან დაკავებულებიც, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. აქციის მიმდინარეობისას დაშავდა რამდენიმე პირი, მათგან ორი კლინიკა ვივამედშია შეყვანილი. თბილისი მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილებმა დაახლოებით 1 საათის წინ მსვლელობით საქალაქო სასამართლოსკენ გადაინაცვლეს. პროტესტ აშუქებს მოამბის რამდენიმე გადამღები ჯგუფი და ახლა ანა ბროლაძეს ჩავრთავთ პირდაპირ ეთერში. ანა, გისმენთ სად იმყოფები ამ წუთებში? საღამოშვიდობისა მარიამ, მოძრაობთ აღმაშენებლის ხეივანზე, მივემართებით საქალაქო სასამართლოსთან და როგორც პოლიტიკოსებმა გვითხრეს, საქალაქო სასამართლო იმიტომ, რომ სასამართლო იღებს უსამართლო გადაწყვეტილებებს მათი განცხადებით, ამიტომ სიმბოლური ექნება დატვირთვა ამ მსვლელობის პირველ გაჩერება, შემდგომ კი ტრადიციულად შეკრების ადგილი ისევ იქნება რუსთაველი. გეგმა არის ასეთი. მაყურებელი პრინციპში რომ მივყვეთ ქრონოლოგიას, რომელსაც ადევნებდა თვალს მთელი დღის განმავლობაში ვითარება იყო ამგვარი, რომ დაახლოებით 4 საათისთვის დაიწყეს აქციის მონაწილეებმა პოლიტიკოსებმა ეთერი ხალხს საზოგადოებრივი მაუწყებლობა ხალხს და ყვებით თქვენი მოთხოვნების და ხალხის აქციების შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლობა. მადლობა, მაგას ვაკეთებთ, ნამდვილად მაგას ვაკეთებთ. ეხლა ყვებით იმის შესახებ რა ხდებოდა დღეს მთელი დღის განმავლობაში. მაგრამ უყურეთ და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ შენიშვნებს, რომ არ ეტყობა რა ხდებოდა. უყურეთ დღეს მაგალითად. ძალიან კარგი სასიამოვნოა, გააგრძელეთ ყურება. ხოლმე სიმართლე არ იყო გაშუქებული და ხალხის ხმა არ იყო გაგონილი. თქვენი პოზიციაა ეს, უყურეთ ეთერს, იმიტომ რომ ეთერში ხდება ყველა, აისახება ყველაფერი, რაც ხდება, მათ შორის რაც ხდებოდა დღეს, რომლის შესახებაც თუნებას მოვცეთ, ახლა მოვუყვები მაყურებელს. ბუნებრივია, ასე უნდა მოხდეს. რა ხდებოდა დღეს მთელი დღის განმავლობაში? მოკეთ 4 საათისთვის დაიწყეს შეკრება აქციის მონაწილეებმა თბილისი მოლთან და რამდენიმე საათის განმავლობაში. მადლობა, რა თქმა უნდა, თქვენ ენოვერ ეთერში ვარ და დიახ, არ მაცლით, უბრალოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი გასაგებია, გეცახებით. თქვენი ხმა ისმის ამ დღეების განმავლობაში და ეხლა ნება მომეცით, რომ მოუყვე ასევე იმ ადამიანების პოზიციების, რომლებიც დღეს იყვნენ შეკრებილები. ნამდვილად მოკლედ 4 საათისთვის დაიწყეს შეკრება მოლთან აქციის მონაწილეებმა პოლიტიკოსებმა მაუწყებელი ხალხს. რატომ არ ეხლა უბრალოდ მომეცით საშუალება რომ მოუყვე ინფორმაცია, იმიტომ რომ ეს გასაგებია. როგორც ჩანს მე ვადევნებ კონტაქტს არასწორად ყვებით. მოდით ჩვენ მოყვებით შეიძლება. არა, უბრალოდ მომეცით პროფესიული. ეხლა ნახეთ, არ გადალახოთ ძალიან გთხოვთ. ზღვარი პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის კარგით. 4 საათისთვის კი პირდაპირ ეთერში ვარ და მთელი ეს პროცესი რაც ხდებოდა იყო პირდაპირ ეთერში. მოკლედ კიდევ ერთხელ მოუყვეთ მაყურებელს რა ხდებოდა დღის 4 საათიდან, როდესაც აქციის მონაწილეებმა და პოლიტიკოსებმა დაიწყეს შეკრება თბილისი მოლთან. გაცხადებული ჰქონდათ მათ, რომ როგორც შემდგომ უკვე გვითხრეს პარტიულმა ლიდერებმა შეთანხმებულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომ აი ეს აღმაშენებლის ხეივანი მარშით უნდა გამოევლოთ, თუმცა მას შემდეგ, როდესაც ისინი დაიძრნენ უკვე და გადავიდნენ საავტომობილო გზის ნაწილზე, პოლიცია მოუწოდა მათ არაერთხელ, რომ არ დაერღვიათ კანონი, ვინაიდან საავტომობილო მაგისტრალი არის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი და ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაც ნახეთ, ვიდრე დაიწყებოდა აქცია და მას შემდეგ უკვე როდესაც აქციის მონაწილეებმა დაიწყეს მსვლელობა, ვინაიდან როგორც ლიდერებისგან გავიგეთ, მათ ჰქონდათ შეთანხმება უწყებასთან, რომ მარშით უნდა გამბოევლოთ აი ეს მთელი ხეივანი, რასაც ახლა ჩვენც გავდივართ აქციის მონაწილეებთან ერთად. მოხდა ისე, რომ სამართალდამცავებმა გააკეთეს კორდონები და მათ საავტომობილო გზის გადაკეტვის შესაძლებლობა არ მისცეს. ამის შემდეგ რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის და მაყურებელი პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს, რომ დააკავეს აქციის მონაწილეების და პოლიტიკოსების. თუმცა ჩვენ უწყებისგან ამ დრომდე არ მიგვიღია ინფორმაცია, რა ფორმა იყო ეს დაკავების, არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის, ასე ვთქვათ, დაკისრება ამ კონკრეტულ პირებზე, არის ადმინისტრაციული დაკავება, თუ უბრალოდ ისინი გაარიდნენ ტერიტორიიდან. ყოველ შემთხვევაში ამაზე გადამატებითი განმარტება უნდა გააკეთოს, რა თქმა უნდა, უწყებამ და ეს დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ მიგვიღია მათგან. შემდგომ განვითარდა პროცესი, რომ დაშავდნენ აქციის მონაწილეები, მათ შორის 2 მოქალაქე, რომელიც გადაყვანილი არის
კლინიკა ვივამეთში და კლინიკის დირექტორმა დაგვიდასტურა, რომ ორი ადამიანი მათთან შესაბამის კვლევებს იტარებს. ერთ-ერთი არის TV პირველის ოპერატორი, რომელიც პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა. აქციის მეორე მონაწილის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს. ამის შემდეგ რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება, თუმცა დღის ბოლოს უკვე შედგა შეთანხმება ლიდერებსა და სამართალდამცავებს შორის და სამართალდამცავებმა მისცეს აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა, რომ აი ასე მსვლელობით ერთ ზოლად, ისე რომ საავტომობილო გზა არ გადაიკეტოს, ასე იმოძრაონ და დანიშნულების ადგილი, როგორც აღვნიშნე, არის სასამართლო. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვუსმინოთ იმ კომენტარებს, რომელიც დღის ბოლოს ჩავწერეთ ჩვენ პოლიტიკოსებთან, რა არის მათი, ასე ვთქვათ, გზავნილი, რატომ ჩერდებიან სასამართლოსთან და შემდგომ სოლობით მიემართებიან უკვე რუსთაველის გამზირისკენ. შიში არ მუშაობს ქართულ ხალხზე, პოლიცია სადისტურად იქცევა, განსაკუთრებით ეს გედედეს ვაი ხელმძღვანელი რო ყავთ, მაგრამ ჩვენ ბრძოლას აუცილებლად გავაგრძელებთ გამარჯვებამდე. მე მინდა მადლობა უთხრა ყველას, ვინც დღეს მოვიდა ამ აქციაზე. ეს იყო პირველი, ასე ვთქვათ, სატესტო, ესე ვიტყოდი, აქცია ახალი მიმართულების და მე ვფიქრობ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი და მეტი უნდა გქონდეს სხვადასხვა ტიპის აქციები, რომ რეჟიმს არ გქონდეს მოსვენება. მეტი აქცია, მეტი პროტესტი, მეტი ერთიანობა, მეტი წნეხი უცხოეთიდან და აუცილებლად გავიმარჯვებთ. სადიზმია ის ყველაფერი, რასაც დღეს უყურეთ, რანაირადაც გომელაურის უწყების თანამშრომლები ექცევიან, მშვიდობიან მომიტინგეებს. ეს არის რუსული რეჟიმი, ეს არის რეჟიმი, რომელიც ძალიან მალე დასრულდება, მათ ყველაზე კარგად იციან, რომ ბოლო დღეებს და ბოლო წუთებს ითვლიან, ამიტომ აქვთ სახედაკარგული, ამიტომ არიან სრულ პანიკაში. დღევანდელი დღე იყო ამის ნათელი მაგალითი და ძალიან მალე ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, ძალიან მალე ეს ბრძოლა დასრულდება ჩვენი გამარჯვებით. შევთანხმდით, რომ გამოვეტარებინეთ მარშით, თუმცა გამოგვატარეს მხოლოდ ნაწილი და შუაში ჩაგვიყენეს სპეცრაზმელები. ეს არის გადამგდები მატყუარა რეჟიმი და მისი სამართალდამცავი უწყებები, რომლებიც ასე სასაცილოდ საცირკო წარმოდგენას დგამენ, მარშს ორ ნაწილად ყოფენ, ერთს გაატარებენ, მერე შუაში რობოკოპებს დააყენებენ და ასე შემდეგ. გზა ისედაც დაკეტილია და ესე დარბიან იქეთ-აქეთ ბორდიულებზე სპეცრაზმელები. ეხლა მივიწევთ რუსთაველისკენ და როგორც ყოველ საღამოს მივალთ რუსთაველზე და ისევ დავდგებით რუსთაველში. შეძახილი გვაქვს, რომ სასამართლო არის უსამართლო და შესაბამისად, რაღაცა გამოხატულება იქნება იმისი, რომ ჩვენ პოზიციას ესე გამოხატავთ სასამართლოს მიმართ. სასამართლოს არ ქვია დღეს ალბათ რაღაცა სტრუქტურა არის, რომელიც ამ რეჟიმს ეხმარება. ჩვეულებრივი ერთ-ერთი სტრუქტურა. მოძრაობთ საქალაქო სასამართლოს მიმართულებით, როგორც მოისმინეთ კომენტარებიდან, ამ ადგილს აქვს სიმბოლური ხასიათი და მათი მხრიდან, აქციის მონაწილეების მხრიდან არის განაცხადი, რატომ საქალაქო სასამართლოს შენობა ამის შემდეგ საბოლოო დანიშნულების ადგილი იქნება ისევ რუსთაველი, სადაც თითქმის 2 თვის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობს აქციები, მაყურებელმა იცის რა არის ამ ყოველივეს მიზეზი. დღეს იყო შეკრების ადგილი, რასაც ბადევნებდით თვალს მთელი დღის განმავლობაში უწყვეტი რეჟიმის პირობებში რა ხდებოდა თბილისი მოლთან, შემდგომ უკვე როგორ განვითარდა პროცესები, რასაც მოყვა დაკავებები და ველოდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან განმარტებებს, რატომ არიან დაკავებულები პოლიტიკოსები და აქციის მონაწილეები, რომელთან დაკავშირებითაც ალბათ დაზუსტება მათ შორის რაოდენობასთან დაკავშირებითაც ინფორმაცია. ველოდებით, როგორც აღვნიშნე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დამატებით განმარტებებს. ანა ბროლაძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში საპროტესტო მსვლელობიდან.